Ჰაით, ეს ვიდეო რომ დავიწყოთ, პირველ რიგში ჩემი ოჯახის წევრები უნდა გაგაცნოთ. ეს მე ვარ და ეხლა სწორედ ჩემს სახლზე მოხვდით. ეს კი ჩემი და თამარია. ესენი ჩემი დიშვილები არიან, ლუკა და მართა. მე, ლუკა და თამარიმ გადავწყვიტეთ ზღვაზე წასვლა, ამიტომ ეს ვლოგიც სწორედ ამას შეეხება. წინ ბევრი თავგადასავალია, ამიტომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. რატო დაჯექი? რაზე ხარ გაბრაზებული მითხარი? ეხა იცი შენ ჩემ გამომწერებს ელაპარაკები YouTube-ზე იქნება ეს ვიდეო. უთხარი აბა რამე ჩემ გამომწერებს. არ გევასები? გევასები თუ არა? ეგ მითხარი, გევასები თუ არა? კი თუ არა? მაშინ ესე მითხარი, კი თუ არა? კი? ადლობთ. ქუთაისში ვართ, ბუხაიძეზე. რაღაცებს ვიყიდით. რაღაცებს ვიყიდით ახლა და ავალთ უკვე ურეკისკენ. შენთვის აიღე? So, წავედით? Let's go. Luka, სად ხარ კითხვების თვის? ხო. სად მივდივართ დე? ვარ. გიხარია? Telefon. შენ იცი ცურვა? ხო, ვიცი, არ ჩავიძირო. კამერა ხوار დაგჭირდება თუ შენ თაცურავ? თუ ჩავიძირებ, კამერა დამჭირდება, ხო. აბა რა თქვი რომ არ ჩავიძირებიო? ნახოთ. ნახოთ. ცურვა რომ მოგბეზრდება, მე რა ვქნათ? ამაში კამერა მე რას ვფიქრობ, იცი? ცურვა რომ მოგბეზრდება, ქვიშის სახლები გავაკეთოთ. აი! ეს რა არის? ვაიმე, კარგია. ნებხოდე? აი! აუ, რა ხელანი ჩაბია, ეს ძალიან გამოგვადგება ნამდვილად. ჩაბიადადი. საცობში ვართ. თუ იცით, აი, გადასახვევი რო არის ვანისკენ და მე სოფლებში რომ უნდა შეხვიდე. მან დავართ და მე რკინიგზის გადასასვლელი რო არის, აი მანდ არის საცობი და სადღაც 10 წუთიანი საცობი არის და იმედია გავივლით მალე. არ მეყვარს საცობში თქომა, თან გუშინ ისე კარგად ვიარეთ, საერთოდ საცობი არ შეხვედრია არსად თბილისიდან ქუთაისამდე და ეხლა საცობში რო ვდგევართ, თან 9 საათი არის დილის. 9 კი 10 არის. თუ 10. უი 10 ყოფილა. ხო ცოტა არ სიამოვნებს, თან დიდი ტრეილერები არის და ეგ როდის გადავლენ ახლა? 10 წუთში ვარ. 10 წუთში ვერ მივხვდი. 10 წუთში მთავარია საცობიდან გავიდეთ. სადღაც 1 საათში და 10 წუთში ვიქნებით უკვე ურეკში. ურა! გადმოვლაგდეთ ახლა და შევდიცა. გამოვედით ახლა ოთახში შევდივართ. და განახეთ როგორი ქართულს.
ეს არის შევეთახე. აი ესე სამწუწოლიანი. აქ სველი წერტილი არის. სიდამქა. ეს სველი წერტილი არის და ესეთი პატარა აივანი გვაქვს უკან. მივდივართ ახლა სანაპიროზე, გავემზადეთ და ესეთი გზა არის სანაპირომდე. ლუკა მე მგონი სათვალეებით ვერ ხედავ კარგად. ხო არ მოხსნა? შუბლზე დაგამაგრებ. არა, ხედავ, ყველა მე მგონი არასწორი გზით მივდივართ. მაგრამ არა უშოთ. გავაგნებთ გზას. ზღვა, მოვედით ზღვაზე. მოვიწყოთ ახლა ჩვენ სიცხეს და მე ჩავაწყოთ ვაიმე. რაღაც შემერჭომ. ზღვაც მშვიდი არის, ამით კარგი არის. შუა დღის 3 საათია და უკვე მივდივართ ზღვიდან. ძალიან დაცხა უკვე, ძალიან რადიაციული მზი არის და ესე გადავწყვეტეთ ჯობია სახლში შევიდეთ და მე გამოვიდეთ საღამოს. ან შეიძლება საღამოს გავიდეთ სადმე და აჭარულები ვჭამოთ. არ ვიცი წინასწარ ნახოთ როგორ დავიგეგმავით. მოკლედ სახლში მივდივართ. ეხლა უნდა გავიდეთ ურეკში, ურეკის ცენტრში უფრო სწორედ ჩვენ ცოტა მოშორებით ავართ. და დავეთვალიერებთ ცოტას და მე საღამოსთან მოვალთ უკვე სახლში. სად ვჯდები? გამოვიწყდა ჩემი მანქანა მარჯვენა საჭიანი. თუ შეიძლება ოდესმე წუწუნს რომ მორჩეთ. ხო, ой. მანახება რა იყიდე? აი, უნდა იცრავ მაგრად? ხალხი კიდე არის. ხო. ყველი ვარ. მედი დაიდო ჩადი, კარები მომხურო. ყველი ხო არ გცივა? ჩვენ როგორც ვისხამები, ისე ზღვაზე გავდივართ. ცოტა ხნით გასული ვიყავით, კამერა ვიყიდეთ და რაღაცები სახლისთვის. და ახლა ისევ ზღვის გავიყიდებით. დაიდო მოგეწონა შენი კამერა? ხო, მომეწონა ზაზე. ამ პოტალ ყოველ შეხედე. ბევრი უნდა იცროო ზღვაში? ხო, ძალიან. გილი ძალიან სიცხე იყო და ეხა ისეთი კარგი ამინდი არის, ისეთი აი რაღაც ხრუბელში არის თითქოს მზე და გრილა რაღაცნაირად. და ეხა ძალიან სასიამოვნო იქნება ბანაობა. თან დილით დავიწვით ძალიან და იმედია გავგრილდებით ეხლა. აი ესეთ ეკლებია სულ. ნახეთ. და ეს ჩუსტი რეზინის რო არის. მე რჭობა ფეხში. პარკინგე ჩემი ლამაზი გოგო და აი მოვედით level up-ში. ამბობენ რომ ყველაზე მაგარი აჭარული ხაჭაპური აქვს და ნახოთ ეხლა შევაფასოთ. გამოვედით და აი არ ვიცი უგემრიელესი ხაჭაპური ვქონათ მართლა. ძალიან გემრიელი, 10-დანაც. მართლა 10-დანაც. თან ზომაც ძალიან დიდი იყო და ძალიან გემრიელი იყო. ხო, დავწოვეთ ორივე. დილა მშვიდობის დღე მეორე. გუშინ აჭარული ხაჭაპურების მერე. როგორც კი სახლში მოვედით, ეგრევე დაგვეძინა, ისე დაღილები ვიყავით მთელი დღეს. ჯერ ნამგზავრი, მერე ზღვაზე ორჯერ ვიყავით გასულები და ეგრევე დაგვეძინა, გავიგუდეთ სამივე. ხო და
ეხლა გავიღვიძეთ, ყავა დავლიეთ, ჭამეთ და ისე მივიდივართ სანაპიროზე და მზე გამოვიდა ისე. გუშინ წვიმას აჩვენებდა, მაგრამ დღეს მზე გვაქვს. ლუკას ახალი კამერა ვუყიდეთ. ლუკა გვაჩვენე? ახალი კამერა. კამერა მაჩვენე ახლა. მოგწონს? მოგწონს დეიდ? ხო, ძალიან. კმაყოფილი ხარ? ხო. აი ეს ნიანგი არ მოეწონა გუშინ. მამაზია. უთელი. და ეხლა ახალი ვუყიდეთ. რო კმაყოფილმა იბანაოს ხოლმე. ეს ისევ ეს ყვავილი მოგეწონა? ხო. გადავღება? მოგწონს ესე? ხო. წადი. გადავღე? კი გადავხე. აი კიდე ამასაც გადავღე ვარდი. აჰა, შენი ხათრით ამასაც გადავღებ. აი ამას. კაი. აჰა, ესეც? აჰა. წავედით ახლა მათ. ეს მომხენო რა? ისევ იგივე გზით გადავდივართ სანაპიროზე. თან გუშინ იწვიმა ღამით რომ მოვედით, მაშინ დაიწყო ზუსტად წვიმამ და დღეს როგორი ამინდია უკვე იცით დილით? აი გრილა, მაგრამ თან მზე არის. იდეალური ამინდია ჩემი აზრით. ძალიან მიხარია, ესე ზღვაზე წავედი. გიხარია? ხო. გუშინ რო გინდა ზღვაზე ჩასვლა? იმიტომ რომ არ მქონდა კამერა. ნიანგი კამერა არ მოგეწონა, ხო? ხო. გუშინ იყო წვიმა და გვეგონა ახლა ძალიან ბევრი ტალღები დაგხვდებოდა და ნახეთ რა მშვიდი ზღვა არის. აი ესე მოვეწყვეთ. ლუკა წყალში თავის დანათთან ერთად. პირველი საათი არის და მივდივართ ახლა უკვე სახლში, ძალიან დავიღალე. 3 საათია რაც სანაპიროზე ვართ. ეხლა დავისვენებ, საჭმელს შევჭამთ და საღამოს უკვე ციცინათელას პარკში მივდივართ. Bravo. Yeah, that's true. დაიღალე? Yes. Very much. 6 საათია, 2 საათი გვეძინა. და ეხლა მივდივართ უკვე ციცინათელას პარკში. და ესე გამოწყობილია. ჩემი ტიპია. ქართულია? მოვედით ციცინათელას პარკში. მიხარია ლუკა? წავედით. ნახეთ რა ლამაზი არის. ეხლა ჯერ შუქები არ არის გადაცებული და მაინც რა ლამაზია და რო განაწება მე კიდევ განახებ. მოდი ეს პროცესი ძალიან მოხდეს. სამივე დავჯდეთ აქ? აი აქ უნდა დავჯდეთ ახლა. ლუკა ძალიან ერთობა, ძალიან მოწონს აქაურობა. და ჩვენს ძალიან ლამაზია ყველაფერი. ჩვენი ნავი მოვიდა. Çocuktu. ძალიან სასიამოვნო არის. წვიმამ დაიწყო 2 წუთის წინ მზე იყო და ეხლა წვიმა არის. მედია მალე გადაიდა. თან ცოტა შეხება რომ იყოს შეიძლება. მე დაცხო მაგრამ მედია გადაიღე. ნახოთ აბა როგორ განვითარდება მოვლენები. ლუკას მოსწონს, არ არის პრობლემა. ცოტა შავი გუბელი გვაქვს თავზე და ცოტა რომ გაიწევა მერე ალბათ გადაიღე. მე ბუტი გავჩითეთ 5 ლარად. სანგემრელია, გაცის საკუთია.
ჰოთ-დოგები შევუკვეთეთ, ისევ წვიმს არ გადაუღია ჯერ და იმედია სანამ შევჭამთ გადაიღებს. ცოტა კარგი ღრუბელი მოდის აი იქედან და იმედია გადავა ეს ცუდი ღრუბელი. წვიმას ნამდვილად არ ველოდით და ცოტა ჩაბუშხავდა დღე, მაგრამ იმედია გადაიღებს ჯერ კიდევ არ მებდებით მაგას. ჩვენი ჰოთ-დოგები დამზადდა. კარგია დეიდუ. მუკბანგი არ გინდოდათ? მაშინ გადაახვიეთ. ძამშია. ჭამაში ცოტა გადაიღო. ცოტა ხანს კიდე დაველოდებით და ძეც გამოანათებს ალბათ. კარგია? დღეს ატრაქციონების გამო ჭამის დღე გამოგვივიდა. ცოტა ექსტრემალურად გზას მოვედი. აბა მანახე. ნახევრად ცველი გაქვს. საბოლოოდ კიდე გაწვიმდა, ამიტომ გადავწყვიტე ლუკას ერთად მეთამაშა წვიმაში და ეხლა მივიდივართ სახლში. მაგრამ მაინც კარგად გავერთეთ. დეიდუ მოგეწონა? ხევანდელი დღე. როგორი იყო? ხელით მანახე? ჩემი სიყვარული. თამ შენ? საშინელებათა სახლში ვერ შევედით. სამაგიეროდ წვიმაში ვიჭყუმპალავეთ. ესე ჩამქრალი არის, ეშმაკის ბორბალი არ გაანათეს. საბოლოო ჯამში კმაყოფილები მივიდივართ სახლში მაინც. მე ძალიან გავერთე, ლუკაც ძალიან გაერთო, თამარიც ძალიან გაერთო, ასე რომ დღევანდელი დღე მაინც შედგა. ზოგადად ესეთი ხელისშემშლელი ფაქტორები ძალიან ბევრი შეიძლება იყოს, როდესაც გინდა რომ კარგად გაერთო, მაგრამ აი ზუსტად აი ესეთ ხელისშემშლელი ფაქტორებს არ უნდა გააფუჭებინო შენი დღე. როდესაც რაღაც თქვენი განსაკუთრებული დღის შექმნაში ხელს გიშლით, საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ ეგ. ალბათ დღეს მეც აღარ გადავიღებ, პირდაპირ ხვალინდელი დღე გავათეროთ. გათენდა მესამე დღე. კარგი ამინდი არ არის, მაგრამ არც ძალიან ცუდი ამინდი, ამიტომ ჩვენ მივდივართ ზღვაზე. ჩვენს ულამაზეს გზას გავდივართ სანაპირომდე. თამ დიდი ტალღებია? წადი დეიდუ. არაო, დიდი არაო. კი არის, როგორ არ არის. აი ვერ ჩახვალ ხო, მე მივხვდები რომ დიდი არის. რაღაცა ბევრი ხალხია დღეს, არა? ჩვენ ადგილას მაინც არავინ არ არის. გასართობი არის დიდი ტალღები რო არის. სამი დაიწყო და მივდივართ უკვე სახლში. სადღაც 11-ზე გადმოვედით, 3 საათია რაც ზღვაზე ვართ. ძალიან კარგი ტალღები იყო და კარგად ვიბანავეთ. საღამოს კიდე უნდა გავიდეთ სადმე.
და სად არ ვიცი, იმიტომ რომ ურეკში არაფერი არ არის აქ ნორმალური და უნდა დავსერჩო მოვძებნო და რომ მოვძებნი რამე ნორმალურს ავარჩევ. წავედი ახლა სახლში მივალ. წყალს გადავივლებ, შევჭამ და საღამოს უკვე დაგენახებით ის. აბა, დროებით. თუ მიხვდებით, აბა სად მოვედით? როგორ ქვია? დენდროლოგიურ პარკში. ახლა რასაც ნახავთ, ყველაფერს გაჩვენებთ. დენდროლოგიური პარკი იკეტება 7 საათზე და ცოტა ადრე მოვედით, რომ დავათვალიეროთ და ყველაფერი ვნახოთ, რაც სანახავი არის. ზღვას რომელიც ხელავს და ხან გას არავის არასდროს შეგადარებს შენ გავხარ ზღვას ის ანგელოზივით გალობს ზღვას რომელიც ხელავს ნუ კარგი დაგავდა საუზეთ მოდი ზუყურე და თქვი გამოიწერეთ და დაალაიქეთ გამოიწერეთ და დაალაგეთ. გამოიწერეთ და დაალაიქეთ. გამოიწერეთ და დაალაიქეთ. აი ამ ხელა ხაცა. ცხოვრებაში რო გინახავთ. რა სილამაზე არის? უბრალოდ კერძო საკუთრება და შესვლა აკრძალულია. ნეტა ვისი არის? ხომ ვერ მეტყვით ვისი არის? მე ერთი ვარიანტი მაქვს. ნახეთ აქეთ რა ლამაზია. ჭალამაზი. ამ მინდამოში ყველგან ხალხი არის და აი აქ არავინ არ არის ჩვენ გარდა. და სიმშვიდეა ძალიან. დენდროლოგიურში დამიჯდა ტელეფონი და მომიწია ექსტრემალური სიტუაცია. დენდროლოგიურში დამიჯდა ტელეფონი და მომიწია ექსტრემალურ სიტუაციაში დამეტენა. ეხლა უკვე ვარ ციცინათელას პარკში. გუში რადგან წვიმა იყო, გადავწყვეტეთ დღეს კიდევ მოსულიყავით და ლუკასთვის ის დარჩენილი ატრაქციონებიც დაგვეტესტა, რომელიც ვერ მოასწრო გუშინ. ამიტომ ისევ ციცინათელაში ვართ. უბრალოდ ლუკა და თამარი დამეკარგა და ეხლა ამ ხელაპარკში უნდა ვეძებო სად არიან, მაგრამ ვიცი სადაც იქნებიან, იმიტომ რომ ვიცი ლუკა სადაც წაიყვან და თამარს. მოვედი ახლა მოვაგენი. Hi. Hey, you guys here? Damagaria. Wait, on a how? გუში როგორც იცით, ხლეშვა წიმა იყო და დღეს შუქი წავიდა მთელ ციცინათელაში და ატრაქციონები გაჩერდა. ხალხი ზეძის და გაჩერდა და კიდე კარგი, სადმე და რამეზე არ დავჯექი, კიდე კარგი. ანუ გული გამისკდებოდა მართლა და ეხლა განახებთ ეშმაკის ბორბალი როგორ არის გაჩერებული ჰაერში. მე ძალიან აი თუ ეხლა კიდე კარგი დიდი ხანი არ გაგრძელდა და სადღაც 2 წუთი. მაგრამ მე რომ მგზარიყავი რომელიმე ატრაქციონზე 2 წუთი ჩემთვის საკმარისი იქნებოდა რომ გული წამსვლოდა. ისე მიყვარს ექსტრემი, მაგრამ მაინც შუქის წასვლა რაღაცნაირია ხო იცით. როგორ დრო გაატარე?
რატო და? ერთხელ სამოსიალება აბა რამდენჯერ გინდა? რამდენჯერ და 100-ჯერ. ვაი, ერთხელ არ გეყოფოდა ხო? ერთხელ არ გეყოფოდა ხო? დღეს ძალიან კაი დრო გავატარეთ, მოკლედ. ეხლა მივდივართ რესტორანში, რომ ჭამოთ, იმიტომ რომ ძალიან მოგშვიდა ამასობაში. სადღაც 5-ზე გამოვედით. პირველი დენდროლოგიურში ვიყავით და ეხლა ციცინათელაშიც რო გამოვედით, უკვე 9 საათი არის და უბრალოდ 9 საათია 20-25 რა. ხო, 9:30. ხო და ძალიან მოგშვიდა მოკლედ და ეხლა მივდივართ რომ ჭამოთ. მაგასაც გაჩვენებთ და მერე უკვე ხვალ მივდივართ ქუთაისში. ქუთაისიდან თბილისში. ციცინათელიდან რომ გამოვედით, გვინდოდა რომ წავშვილიყავით რესტორანში, მაგრამ რომ მივედით შუქი არ იყო, ესე იგი ყველგან წავიდეთ შუქი. ალბათ თქვენთანაც ამ თუთას. ხო და ეხლა მოვედით მაღაზიაში რომ რაღაცა ვიყიდეთ რომ ჭამოთ ცოტა, წავიკიშკოთ. მაგრამ იმდენი ხალხი არის და ისეთი განუკითხაობა ხდება, მე მგონი აკაიმით გადაგვატარებენ ეხლა. ვიეს. ხო დავიკიდეთ სახში ხარ წავიდე. ხო რო ხშია? საბოლოოდ ურეგში ყველაფერი გათიშული არის, ვერაფერს ვერ მივაგენით. ერთ პირმუხა იყო ვია და ეგეც გადავსებული იყო და მარკეტში ვიყიდეთ ძერხვი, პური და სენდვიჩებს შევჭამთ სახლში. ეხლა მივიდივართ სახლში უკვე ერთი სული მაქვს რომ ჭამო და დავიძინო. ძალიან ცუდი ამბავია ურეგში, არ ვიცი. რაღაცა განუკითხაობა ხდება. შუქი რომ არ არის. არ ვიცი. მოკლედ დღეს დავამთავროთ და ხვალ უკვე წასვლას და ყველაფერს გაჩვენებთ. აბა, დროებთ. გათენდა მე-4 დღეა ხო? მე-4 დღე და ცოტა ადრე გავიღოთ 7 საათი არის ახლა და მივდივართ უკვე ქუთაისში. ასე ადრე ჩავბარგდით და ბარემ 12 საათი უნდა გასვლა, მაგრამ რადგან გავიღუძეთ და თან ცუდი ამინდია და ვერ გავდივით სოღაზე, ბარემ გადავწყვეტ წავშვილიყავით ქუთაისში და მოვდივართ ქუთაისში. წავედით. არ გინდა. ნუ მიიღეთ. გამოიწერეთ და დალაიქეთ ვიდეო. მიყვარხართ. ჩვენ უკვე ჩამოვედით, კარგახანი არის, სადაც 2 საათი ან 2 საათნახევარი გავიდა, რაც ჩამოვედით და ეხლა გაჩვენებთ რა ხდება ქუთაისში ჩვენთან სახლში. აქ ვაწყობთ აუზს. აქ ბავშვების ბატუტი არის. ეხლა ბავშვებს გაჩვენებთ რა დღეში არის. აი ესე, მოწყობილი აქვს აქ. სანამ ის დიდი გაივსება, მანამდე კარგად. ჩამოვედით თბილისში, ახლა ჩემი გადავტოვე და მოკლედ აქ დამთავრდება ჩვენი ვიდეო. ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავწევთ, გამოიწერეთ, დალაიქეთ ჩვენი ვიდეო და დამწერეთ კომენტარი აუცილებლად. გამშვიდობებით. გამოიწერეთ და დალაიქეთ. როგორ ქვია? დენდროლოგიურ პარკში. ექსტრემალური სიტუაცია.